ღირსი სილუან ათონელი. სინანულისათვის. ჩემმა სულმა შეგიცნო შენ უფალო და ახლა კაცთათვის ვწერ შენი წყალობის ამბავს. ნუ სწუხართ ხალხნო რომ გიჭირთ ცხოვრება, მხოლოდ ცოდვას ებრძოლეთ, უფალს სთხოვეთ შეწევნა და იგი შეგეწევათ, რამე თუ მოწყალია და ყველანი ვუყვარვართ. ცრემლით ვწერ ამ სტრიქონებს, ჩემ სულს სურს რომ შეიცნოთ უფალი და ჭვრეტდეთ მის წყალობასა და დიდებას. 72 წლის ვარ, მალე მოვკვდები და გწერთ უფლის წყალობის ამბავს, რომლის შეცნობაც მომცა უფალმა სულიწმინდის მიერ. მანვე მასწავლა მიყვარდეს ადამიანები. მაღალ მთაზე დაგსვამდით, რათა იქედან შეგძლებოდათ უფლის მშვიდი და მოწყალე პირის ხილვა. მაშინ თქვენი გულები სიხარულით აივსებოდა. მართალს გეუბნებით, საკუთარ თავში ვერავითარ სიკეთეს ვერ ხედავ, მრავალი ცოდვა მაქვს, მაგრამ სულიწმინდის მადლმა ახოცა ბევრი მათგანი. აქედან ვიცი რომ ვინც ებრძვის ცოდვას, უფალი არა მარტო შენდობას, სულიწმინდის მადლსაც უბოძებს. ეს მადლი ახარებს სულს და ანიჭებს მას ღრმა ტკბილ მშვიდობას. უფალო, გიყვარ შენი ქმნილება და ვისცალოც ჩაწოდეს შენ სიყვარულს და დატკბეს მისით, თუ თავად არ განსწავლი მას სულიწმიდით. გევედრები უფალო, მოულინე შენს ადამიანებს სულიწმინდის მადლი, რათა შეიცნონ შენი სიყვარული. გაათბე კაცთა მწუხარე გულები და ემათ დაივიწყონ ამას სოფლის ყველა ჭირი და სიხარულით გადიდებდნენ შენ. ნუ გეშინის მცემელო სახიერო, ცრემლით გევედრები, ანუ გეშე კაცთა მწუხარე სულები. ასმინე ადამიანებს შენი ტკბილი ხმა, მოგეტევათ თქვენი ცოდვები. უფალო, შენ ახარ ერთადერთი სასწაულთ მოქმედი და არ არსებობს იმაზე მეტი სასწაული, ვიდრე ცოდვილის სიყვარულია მის დაცემულ მდგომარეობაში. წმინდანის სიყვარული ადვილია, ის ამის ღირსია. უფალო, შეისმინე სოფლის ვედრება, მთელი ხალხები მწუხარებას მოუცავს, ყველა ცოდვაში ცხოვრობს, ყველამ დაკარგა შენი მადლი და ბნელში დავალს. ადამიანებო, შევღაღადოთ ღმერთს ყოველმა ერმა და შეისმენს იგი ჩვენს ლოცვას, რამე თუ უხარია უფალს კაცთა სინანული. ზეციური ძალნი მიგველიან, რათა ჩვენც დავტკბეთ ღვთის სიყვარულით და ვიხილოთ მშვენიერება მისი პირისა. როცა ადამიანებს ღვთის შიში აქვთ, მაშინ ცხოვრება მშვიდი და ტკბილია, მაგრამ დღეს ადამიანები საკუთარ ნებასა და გონებას მისდევენ. დაუტევეს წმინდა მცნებები და უფლის გარეშე უნდათ ამას სოფლად სიხარულის პოვნა. ის კი არ იციან რომ მხოლოდ უფალია ჩვენი სიხარული და მხოლოდ უფლის მიერ იხარებს სული კაცისა. უფალი ათბობს სულს, როგორც მზე ათბობს და ნიავი აცოცხლებს მინდვრის ყვავილებს. ყველაფერი მოგცა ღმერთმა იმისთვის, რომ მას ვადიდებდეთ, მაგრამ არ იცის ეს სოფელმა, ან როგორ უნდა ჰქონდეს ვინმეს წარმოდგენა რაღაც საგანზე, რომელიც არ უნახავს და რისი გემოც არ გაუსინჯავს. როცა ერში ვცხოვრობდი, მეც მეგონა რომ აი აქ არის ბედნიერება. ჯანმრთელი ვარ, ლამაზი და მდიდარი, ადამიანებსაც ვუყვარვარ და ამით მომქონდა თავი. მაგრამ როცა სულიწმინდის მიერ შევიცანი უფალი, ამას სოფლის მთელი ბედნიერება კვამლად მომეჩვენა, ქარი რომ ფანტავს. სულიწმინდის მადლი კი ახარებს და ამხიარულებს სულს, რომელსაც ღრმა მშვიდობა ეუფლება, ჭვრეტს უფალს და ავიწყდება სხვა ყოველივე. უფალო, მოაქციე ერი შენი შენს მიმართ, დაეყოლამ შეიცნო შენი სიყვარული, სულიწმინდის მიერ იხილოს შენი მშვიდი სახე, დატკბეს შენი ჭვრეტით ჯერ კიდევ აქ, ამ სოფელში
და ეცადოს მიგემსგავსოს შენ. დიდება უფალს, რომელმაც მოგცა სინანული, სინანულით ცხონდებით ყველანი გამონაკლისის გარეშე. არ ცხონდებიან მხოლოდ ისინი, ვისაც არ სურს შეინანოს. ამაში მათ სასოწარკვეთილებას ვხედავ და ბევრს ვტირი, რადგან მებრალებიან. მათ არ შეუცვლიათ სულიწმიდის მიერ, თუ რა დიდია ღვთისმოწყალება. ყოველი სული რომ იცნობდეს უფალს, რომ იცოდეს როგორ ვუყვარვართ მას, არათუ სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა ვინმე, დრტვინვასაც კი არასოდეს მოყვებოდა. ყოველმა სულმა, რომელმაც დაკარგა მშვიდობა, უნდა შეინანოს. მაშინ უფალი მიუტევებს ცოდვებს და ექნება მშვიდობა და სიხარული. სხვა მოწმეები აღარაა საჭირო, არამედ თვით სულიწმიდა ამოწმებს, რომ ცოდვები მიტევებულია. აი ცოდვების მიტევების ნიშანი, თუ ცოდვა შეიძულე, ესე იგი უფალმა მოგიტევა იგი. რაღაც უნდა მოველოდეთ, რომ ციდან ვიღაც ზეციურ გალობას ჩამოგძახებს, მაგრამ ზეცაში ყველაფერი სულიწმიდით ცოცხლობს და უფალმა სოფელშიც იგივე სულიწმიდა გვიბოძა. სულიწმიდის მიერ სრულდება ღვთისმსახურება ტაძრებშიც, უდაბნოებშიც, მთებშიც, გამოქვაბულებშიც. ქრისტეს მოღვაწეები ყველგან სულიწმიდით ცხოვრობენ. ჩვენც თუ კი სულიწმიდას დავიმარხავთ, გავთავისუფლდებით ყოველგვარი ბნელისგან და ჩვენ სულებში საუკუნო ცხოვრება დაიწყება. ყველა ადამიანი რომ ინანიებდეს და ღვთის მცნებებს იცავდეს, დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა. რამე თუ სასუფეველი ღმრთისა შორის თქვენსა არს. სასუფეველი ღვთისა არის სულიწმიდა, ხოლო სულიწმიდა ერთი და იგივეა ზეცაშიც და მიწაზეც. ვინც ცოდვებს ინანიებს, იმას უფალი აძლევს სამოთხეს და საუკუნო სასუფეველს და დიდითა წყალობითა თვისითა არ მოიხსენებს ჩვენს ცოდვებს, ისევე როგორც ავაზაკის ცოდვები არ მოიხსენა ჯვარზე. დიდია უფალო შენი წყალობა, ვინ შემოგწიროს ღირსად მადლობა იმისთვის, რომ მიეც სოფელს სულიწმინდა. დიდია უფალო შენი სიმართლე, შენ აღუდგო შენს მოციქულებს, არა დაგიტევნე თქვენ ობლად. ახლა ჩვენ განვიცდით ამ წყალობას და ჩვენი გული გრძნობს, რომ ვუყვარვართ უფალს. ხოლო ვინც ამას ვერ გრძნობს, იმან დაეშეინანოს და ღვთის ნების თანახმად იცხოვროს. მაშინ უფალი მისცემს მას თავის მადლს, რომელიც წარუძღვება სულს. მაგრამ თუ დაინახავ ადამიანს, რომელიც სცოდავს და არ შეგებრალება იგი, მადლი გაგეცლება. ჩვენ გვამცნეს გიყვარდეთ ერთმანეთიო, ქრისტეს სიყვარულს კი ყველა ეცოდება. სულიწმინდა ასწავლის კაცს, ღვთის მცნებები შეასრულოს და აძლევს სიკეთის ქმნის ძალას. წმინდაო სულო, ნუ მიგვატოვებ, როცა ჩვენთან ხარ, სული გრძნობს ამას და ნეტარებს ღმერთში, რამე თუ შენ აძლევ ძალას, მხურვალედ უყვარდეს იგი. უფალმა ისე შეიყვარა თავისი ხალხი, რომ სულიწმიდით აკურთხა ისინი და მიიმსგავსა. მოწყალია უფალი და სულიწმინდა ჩვენც გვაძლევს ძალას მოწყალენი ვიყოთ. დავმდაბლდეთ ძმებო და სინანულის გზით მოწყალე გული მოვიხვეჭოთ. მაშინ ვიხილავთ უფლის დიდებას, რომელსაც სულიწმიდის მადლით შეიცნობს ჩვენი გული და გონება. ვინც ჭეშმარიტად ინანიებს, ის მზად არის მიიღოს ყოველგვარი მწუხარება, შიმშილი და სიშიშვლე, სნეულებები და სიღარიბე, დამცირება და დევნულება, უსამართლობა და ცილისწამება. რამე თუ სული უფლისკენ მიისწრაფვის და ამასოფლისა არაფერი ანაღვლებს, არამედ წმინდა გონებით ლოცულობს ღვთის წინაშე. ხოლო ვინც თავის ქონებასა და ფულსაა მიჯაჭვული, ის წმინდა გონებას ვერასოდეს მოიხვეჭს, რადგან გულის სიღრმეში მუდამ ჩასაფრებულია ზრუნვა, რა უყოს ამ ყველაფერს.
თუ არ შეინანებს, თუ მწუხარებას არ იგრძნობს იმისთვის, რომ ღმერთი შეურაცხყო, ადამიანი ამ თავის ვნებაში ჩამყაყებული მოკვდება, ისე რომ ვერასოდეს შეიცნობს უფალს. როცა ქონებას გართმევენ მიეცი, ღვთის სიყვარულს ხომ უარის თქმა არ შეუძლია. ხოლო ვისაც ღვთის სიყვარული არ შეუცვნია, ის ვერ იქნება მოწყალე, რადგანაც სულში სული წმიდისეული სიხარული არა აქვს. თუ კი მოწყალე უფალმა თავისი ვნებით მამისაგან სული წმიდა მოგვივლინა, თუ კი გვიბოძა ხორცი და სისხლი თვისი, მაშინ ცხადია, რომ მოგცემს სხვა ყველაფერსაც, რაც ჩვენთვის საჭიროა. ღვთის ნებას მივენდოთ და დავინახავთ ღვთის განგებას, მაშინ უფალი იმასაც კი მოგცემს, რასაც სრულიადაც არ მოველით. ხოლო ვინც ღვთის ნებას არ მიენდობა, ის ვერასოდეს დაინახავს ღვთის განგებას ჩვენზე. ნუ შეგვიპყროს მწუხარება ქონების დაკარგვის გამო, ეს ხომ უბრალოდ წვრილმანია. ეს ჯერ კიდევ მშობელმა მამამ მასწავლა. როცა სახლში რაიმე უბედურება ხდებოდა, ის მუდამ მშვიდად იყო. ერთხელ ხანძრის შემდეგ უთხრეს, ივანე, შენი სახლი დაიწვა. მან უპასუხა, ღმერთი გვიშველის და ყველაფერი გამოსწორდება. მეორეჯერ ჩვენი ყანის ახლოს ჩავიარეთ და ვუთხარი, შეხედე ჩვენს ძნებს იპარავენ. მან კი მომიგო, შვილო, ღმერთმა მოგცა პური, ჩვენ გვეყოფა იმდენია, ხოლო ვინც იპარავს, იმას ეტყობა უჭირს. ზოგჯერ ვეტყოდი ხოლმე, შენ ბევრ წყალობას გასცემ, აი იმ სახლში კი ჩვენზე უკეთ ცხოვრობენ, მაგრამ ნაკლებს არ იგებენ. მამამ პასუხობდა, არა უშავს შვილო, ღმერთი მოგცემს. ღმერთს არასოდეს შეურცხვენია მისი სასოება. მოწყალეს უფალი მყისვე მიუტევებს ცოდვებს, მოწყალეს არ ახსოვს წყენა. იგი გულგრილი რჩება, თუნდაც შეურაცხყონ ან ქონება წაართვან, რადგან იცის ღვთის მოწყალება. ღვთის წყალობას კი ვერავინ წაართმევს, მაღალია ეს წყალობა და იგი ღმერთს ეკუთვნის. ყველა უმანკო და მდაბალი, მორჩილი, კრძალული და მონანული ადამიანი ზეცა დავიდა. ხედავს უფალ იესო ქრისტეს მისი დიდებით, ესმის ქერუბიმთა გალობა და მიწა დაავიწყდა. ხოლო ჩვენ ვწვალობთ როგორც მტვერი ქარისგან მიმობნეული, გონება კი ამას ოფელსაა მიჯაჭვული. რა უძლურია ჩემი სული, ისე ინავლება როგორც პატარა სანთელი, მსუბუქი სიოც რომ აქრობს. წმინდანთა სულებს კი მძლავრი ცეცხლი ეკალბარდივით ედებოდა, მაგრამ მათ ქარის არ ეშინოდათ. ვინ მომცემს ისეთ სიმხურვალეს, რომ დღე და ღამე არ მომასვენოს ღვთის სიყვარულმა. ცეცხლოვანია ღვთის სიყვარული, წმინდანები ამ სიყვარულისთვის ითმედნენ ყველა მწუხარებას და სასწაულთ მოქმედების ძალას იღებდნენ. სნეულებს კურნავდნენ, მკვდრებს აღადგენდნენ, წყალზე ფეხით დადიოდნენ, ლოცვისას ჰაერში მაღლდებოდნენ, წვიმა მოჰყავდათ. მე კი მხოლოდ ქრისტეს სიმდაბლის და სიყვარულის სწავლას ვისურვებდი, რათა არავინ შევაჭირვო, არამედ ყველასთვის ისე ვილოცო, როგორც საკუთარი თავისთვის. ვაიმე, ღვთის სიყვარულზე ვწერ, მე თვითონ კი მაკლია მისი სიყვარული. ამიტომაც ვსევდიანობ და მწუხარე ვარ, როგორც 60-დან გამოგდებული ადამი, მოვთქვამდა ხმამაღლა ვყვირი, ღმერთო მიწყალე მე, დაცემული ქმნილება შენი. რამდენჯერ მიბოძე შენი მადლი და ვერ შევძელი მისი დაცვა, რადგან ქედმაღალია ჩემი სული. მაგრამ გიცნობს იგი შენ, ღმერთსა და შემოქმედსთვისას. ამიტომაც მოგტირის ისე, როგორც იოსები მისტიროდა მამამის იაკობს, როცა ეგვიპტეში მიჰყავდათ მონად გასაყიდად და დედის საფლავთან ჩაატარეს. შეურაცხყოფ ჩემი ცოდვებით და განმეშორები, მაგრამ ენატრები ჩემს სულს. ჰოი წმინდაო სულო, ნუ დამაგდებ, როცა შენ მტოვებ, ცუდი აზრები მომდის და ცრემლებამდე მენატრები. ჰოი ყოლა წმინდაო, დედოფალო ღვთისმშობელო,
ხედავ ჩემს მწუხარებას, შეურაცხყოფ უფალი და განმეშორა იგი. ვევედრები შენს სახიერებას, მაცხოვნე მე დაცემული ქმნილება ღვთისა, მაცხოვნე მე მონაშენი. თუ კი ცუდს ფიქრობ ადამიანებზე, იცოდე ბოროტისულია შენში ჩასახლებული და ის ჩაგაგონებს ბოროტ აზრებს. და თუ კაცი არ შეინანებს და ისე მოკვდება, რომ ძმას არ შეუნდობს, იქ წავა, სადაც მის სულს დაპატრონებული ეშმაკი ცხოვრობს. ასეთია ჩვენი კანონი. თუ შენ შეუნდობ სხვას, ესე იგი უფალმაც შეგინდო. ხოლო თუ ძმას არ შეუნდობ, ესე იგი შენი ცოდვა შენთან ვერ რჩება. უფალს ნებავს, რომ გვიყვარდეს მოყვასი, და თუ კი შენ ფიქრობ, რომ ის უყვარს უფალს, ესე იგი უფლის სიყვარულია შენთან. ხოლო თუ ფიქრობ, რომ დიდად უყვარს უფალს თავისი ქმნილება, თუ თვითონაც გებრალება ყოველი არსი და გიყვარს შენი მტრები, საკუთარი თავი კი ყველაზე უარესად მიგაჩნია, ეს ნიშნავს, რომ სულიწმინდის დიდი მადლია შენთან. ვისაც თუნდაც სულ მცირედ უგრძნია თავის სულში სულიწმინდის მადლი, ის დღედაღამე წუხს ადამიანებისთვის. ეწოდება ყოველი ქმნილება ღვთისა და განსაკუთრებით ის ადამიანები, ღმერთს რომ არ იცნობენ, ან და უჯანყდებიან მას, ამიტომაც წამების ცეცხლში მიდიან. ისინი ასეთი ადამიანებისთვის უფრო მეტად ლოცულობენ, ვიდრე საკუთარი თავისთვის. შესთხოვენ ღმერთს, რომ ყველამ შეინანოს და შეიცნოს უფალი. ქრისტე ლოცულობდა თავის ჯვარცმელთათვის, უფალო ნუ შეურაცხყამად ცოდვასა ამას. მთავარ დიაკვანი სტეფანეც ლოცულობდა მათთვის, ვინც ქვით ქოლავდა მას და ევედრებოდა უფალს, ნუ შეურაცხავ ცოდვასო. ჩვენც უნდა ვილოცოთ მტრებისთვის, თუ კი გვინდა, რომ ღვთის მადლი შევინარჩუნოთ. თუ ცოდვილი არ გებრალება, ესე იგი შენში არ არის სულიწმინდის მადლი, არამედ ბოროტი სული ყავს ჩასახლებული. ვიდრე ცოცხალი ხარ, ეცადე სინანულის გზით გათავისუფლდე მისგან.